do they really have this kind of potential to be ნამდვილად აქვს თუ არა მათ ამგვარი პოტენციალი ჩაერთონ ამგვარ ანტაგონიზმში ან მით უმეტეს რაიმე ფორმით ჩაერთონ ომში ისეთ დიდ ბირთვულ ქვეყანასთან როგორიცაა რუსეთი შეერთებული შტატების გარეშე country like Russia without the United States No არა ეს არის მოკლე პასუხი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ჯარის რაოდენობა არასაკმარისია რუსეთთან ომისთვის Mr. Proud, thank you so much for your time for being. ბატონო პრაუდ, დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო და იმისთვის რომ დაესწარით ამ შესანიშნავ ღონისძიებას, გლობალურ ფორუმს. თქვენი შეხედულებების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დავიწყოთ თქვენი წარსული გამოცდილებით, დიპლომატიური მოღვაწეობით რუსეთში. ვფიქრობ საკმაოდ კარგად იცით როგორია ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დღეს. ისტორიას რომ გადავხედოთ, რისი თქმა შეგვიძლია. ახლა ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა თუ შეგვიძლია რომელიმე წარსულ პერიოდს შევადაროთ. I don't think there's ever been a time when მე არ მგონია რომ ოდესმე ყოფილა დრო როცა რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები ისეთ დაბალ ნიშნულზე იყო როგორიც ახლა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ცხადია არსებობა მთრობა დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ერთ მხარეს სრულიად საფირისპირო კომუნისტური რეჟიმი ხოლო მეორე მხარეს დასავლური ლიბერალური დემოკრატია მაგრამ მაინც არსებობდა დიალოგი და კონტაქტი რა თქმა უნდა ორივე მხარეს ჰქონდა ეჭვები რომ ჩვენ ჯაშუშობდით საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირი ჯაშუშობდა ჩვენთან მაგრამ რეალურად არსებობდა ურთიერთობები ახლა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის დიალოგის საბაზისო დონეც კი არ არსებობს და ეს საშიშია ეს საშიშია რადგან რუსეთს მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვს ჩვენი დომინირების განცდის გამო ჩვენ ვერ ვაფასებთ რუსეთის მზაობას და უკრაინაშიც ვერ შევაფასეთ იბრძოლოს იმისთვის რასაც ის თავის ძირითად სტრატეგიულ ინტერესად მიიჩნევს ჩვენ კოლექტიურად ევროკავშირში გაერთიანებულ სამეფო და შეერთებული შტატები ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერები ვართ ვიდრე რუსეთი რა თქმა უნდა ეს სიმართლეა მაგრამ მიუხედავად ამისა რუსეთი მზადაა იბრძოლოს და როგორც კოლექტივი ჩვენ არ ვართ ამისთვის მზად ამიტომ მივმართეთ სანქციებს დიალოგისგან განლიდებას და დღე უკვე ნამდვილად არ არის მარტივი კონფლიქტის დეესკალაცია როდესაც სიტუაცია რუსეთთან მართლაც ცუდად განვითარდა რადგან რუსეთს არ ვესაუბრებით ახლა ყველაზე ცუდ დროს კაცობრიობის ისტორიაში ომი არის დრო როცა ყველაზე მეტად გჭირდება საუბარი სწორედ მაშინ გჭირდება დიპლომატია და დიალოგი ამ დროს ძალიან ბევრი ამბობს რომ თუ რუსეთს ესაუბრები რუსეთს მხარს უჭერდა პრორუსი ხარ ეს არ არის სიმართლე დიპლომატია მეგობრობას არ ნიშნავს. თუ მეგობრობის შესაძლებლობა არსებობს ეს ბონუსია, მაგრამ დიპლომატია თანაცხოვრებას და შეთანხმებას ეხება რათა არ აღმოჩნდეთ ბირთვული ომის ზღვარზე. კერძოდ ბრიტანულმა მხარემ დაუშვა შეცდომა, როცა გაუშვა მხედველობიდან ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ რუსეთთან, რაც მინიმალურ დონეზე საბაზისო სტაბილურობა და ევროპული უსაფრთხოებაა. ახლა ყველაზე დაბალ დონეზე ვართ და პოტენციურად კატასტროფის წინაშე ვდგავართ. You mentioned very important issue. თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთთან საუბარი საქართველოში ბევრი მიიჩნევს რომ მათთან არ უნდა ვისაუბროთ არის ნაწილი ვინც ამბობს რომ შესაძლოა მათთან საუბარი უნდა გქონდეს მაგრამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არა ომხრივი კომუნიკაციით რა სიტყოდით ამაზე What you can say to these people Georgia has more experience than any other საქართველოს რუსული საფრთხესთან გამკლავების გამოცდილება ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი აქვს. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა იმ დროს, როცა საქართველო ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და სხვების წაქეზებით ნატოს გაფართოებისთვის წესრიგს აწვებოდა. საქართველომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე უკეთ იცის რუსეთთან ჩართულობის უგულებაყოფის და რუსული შეშფოთების გაუთვალისწინებლობის რისკები. დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უბრალოდ ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობის საფუძვლების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ 2008 წლის მსგავს სიტუაციაში დაბრუნება, როდესაც კონფლიქტი გარდაუვალი ხდება. საქმე რუსეთთან საუკეთესო მეგობრობას არ ეხება. საქართველოს რუსეთთან ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. ვერავინ ვერ დაადანაშაულებს საქართველოს პრორუსულობაში. სასაცილოა როცა ხალხი. მაგრამ ადანაშაულებენ. But they do. They do and it's ridiculous. მაგრამ ადანაშაულებენ. ადანაშაულებენ და ეს სასაცილოა. ანუ მას დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. ასე რომ დიალოგი მხოლოდ ერთმანეთის წუხილების გაგებას ეხება და გზების პოვნას კონფლიქტის დეესკალაციისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის. საქმე ერთ დღეში საუკეთესო მეგობრად ქცევას არ ეხება. საქმე საფუძვლებს ეხება. საქართველოს საჭიროებას შეინარჩუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება მისი გრძელვადიანი ზრდისა და სტაბილურობისთვის.
What do you think about the რას ფიქრობთ რუსეთის ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმურ შეშფოთებაზე დასავლეთთან დაკავშირებით? რაში მდგომარეობს ამ შეშფოთების ლეგიტიმურობა? Well, people get tripped up on legitimate. გულწრფელად რომ თქვათ ლეგიტიმურობის საკითხი, როგორც წესი დავის საგანს წარმოადგენს. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი შეშფოთების საფუძველი. ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, რამდენად ლეგიტიმურია ესათვის შეშფოთება. შემიძლია არ ჩავთვალოთ თქვენი შეშფოთება ლეგიტიმურად, მაგრამ ეს არ აუქმებს თქვენს შფოთს. ასე რომ ლეგიტიმურობაზე საუბარი უაზროა. ეს არის რუსეთის შეშფოთება, ეს არის ჩვენი შეშფოთება. როგორ შეგვიძლია რუსეთთან საუბარი ორივე ქვეყნის შეშფოთების სამართავად, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი? იცით, ლეგიტიმურობის საკითხი ცრუ დისკუსიაა. მნიშვნელობა არ აქვს ვეთანხმებით თუ არა რუსეთის შეშფოთებას. ეს რუსეთის შეშფოთებაა და ჩვენ მათთან უნდა ვისაუბროთ ამაზე, რათა როგორმე მოვახდინოთ დეესკალაცია. To kind of deconflict. But there could be some kind of მაგრამ შეიძლება არსებობდეს გარკვეული სახის ილუზიების შეშფოთებასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ წარმოსახვით შეშფოთებებს, სად შეიძლება მივიდეთ? Well, Russia really only has რუსეთს 2006 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი გამოხატული წუხილი ჰქონდა. თითქმის 20 წელია ის არ შეცვლილა. 2014 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი ახალი პრეტენზია გაჩნდა, მაგრამ არსებობდა ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც რეალურად 1998 წლით თარიღდება. თანამედროვე გეოპოლიტიკაში მისი მიკვლევა 2006 წელს უკავშირდება, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდნენ. ეს იყო ის მომენტი, როდესაც პუტინმა მართლაც იგრძნო, რომ ნატოს არ გაფართოების დაპირებად დაირღვა. ახლა შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, ან დავეთანხმოთ, რომ ეს პუტინისთვის ლეგიტიმური შეშფოთება იყო თუ არა. შეგვეძლო გვეთქვა ეს თქვენი საქმე არ არის. თუმცა ეს მისთვის მაინც შემაშფოთებელია. ჩვენ კი უარი ვთქვით პუტინთან ამ საკითხზე საუბარზე. ჩვენ უგულებელ ვყავით ეს შეშფოთებები. ვიმედოვნებდით, რომ ისინი გაქრებოდნენ. ჩვენ გადავიტანეთ ომი საქართველოში და თითქმის დაგვავიწყდა რა მოხდა აქ და იგივე შეცდომა გავიმეორეთ, თუმცა ბევრად უარესი და საშიში უკრაინაში. ასე რომ რუსეთის შეშფოთების საწყისი საკმაოდ მარტივია. ისინი ვეთანხმებით თუ არა გრძნობენ, რომ ნატოს გაფართოება მათ საზღვრამდე მათი ქვეყნისთვის ძირითადი სტრატეგიული რისკია. და რატომ უგულებელყო დასავლეთმა ეს წუხილები? I think there was a იმიტომ რომ ვფიქრობ, არსებობდა რწმენა ბრიტანეთის მთავრობაში და დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის მთავრობაშიც. შესაძლოა, ახლა ტრამპის დროს არა, მაგრამ ტრამპამდე ნამდვილად რომ რეალურად რუსეთი საბოლოოდ დანებდებოდა და დაემორჩილებოდა მოცემულობას. იმიტომ რომ ნატო მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსია. ის მსოფლიოს სამხედრო ხარჯების 53%-ს ხარჯავს. მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა ერთად აღებული არ ხარჯავს იმდენს, რამდენსაც ნატო. ეს პუტინი აღელვებდა. ამასთან ერთად ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთად ეკონომიკურად რუსეთს დაახლოებით 27 ჯერ დიდია. შესაბამისად არსებობდა ეს რწმენა და გნებავთ კედმაღლობა, რომ რადგან სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს ძლიერები ვართ, რუსეთი საბოლოოდ შეწყვეტს ნატოზეც უცნობს და პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ რუსეთს 6000 ბირთვული კობინე აქვს. და პუტინი ისეთი პიროვნებაა, რომ ბრძოლაში უკან არ დაიხევს. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის აღზრდას, როგორც ყოფილი ოფიცერის აღზრდა, რომელიც გაჟღენთილია საბჭოთა წარმოდგენებით. ის აცლეულებია რუს ამომრჩევლებს უმეორებს, რომ ეს რისკია. მას არ შეუძლია რუსეთის შიგნით არსებული რეალობის გათვალისწინებით უკან დახევა. ასე რომ უკან დახევა პოლიტიკურად კატასტროფა პუტინისთვის რუსეთში, რადგან ის სუსტად გამოჩნდებოდა. და ის ამას ვერ გააკეთებს. ჩვენ უბრალოდ ვივარაუდეთ, რომ ის უკან დაიხევდა. და ყოველ ჯერზე, როდესაც მან გვაჩვენა, რომ არ დათმობს, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი გზით სიარული, იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც დანებდებოდა, სანამ ჩვენი პოლიტიკა თვით დამარცხებამდე არ მივიდა. შეიძლება თუ არა ეს უგულებელყოფა შეიცვალოს ტრამპის დაბრუნებით. ან რა უნდა მოხდეს, რომ შეიცვალოს ამგვარი უგულებელყოფა დასავლეთის მხრიდან? მე განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ. ტრამპი გამონათქვამები უკრაინაზე ზოგჯერ პოზიტიურია, თუმცა მას ჯერ არ შეუტანია გადამწყვეტი როლი ცვლილებაში. სინამდვილეში, რადგან ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ხალხს ტრამპი ასე ძალიან სძულს, მის პოზიციას თითქმის საპირისპირო რეაქცია მოჰყვა. ევროპელი და ბრიტანელი ლიდერები კიდევ უფრო ხისტად რეაგირებენ უკრაინის ომზე. მათ არ სურთ საძურველი ტრამპი, ისინი ტრამპსა და პუტინს საუკეთესო მეგობრებად აღიქვამენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ დაემორჩილონ ტრამპს. ასე რომ მას გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.
და თუ მას სურს უკრაინაში ომის დასრულება, მან უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოს. მან უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო დახმარება და ევროკავშირს პირდაპირ უთხრას, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. მხოლოდ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯებით მიხვდება ზელენსკი, რომ მან რეალურად უნდა აირჩიოს მშვიდობა, რადგან მშვიდობა ორმხრივი გარიგებაა და დაასრულოს ეს ომი. ამის გარეშე ის გაგრძელდება 2026 წლამდე. ევროკავშირს კიდევ 40 მილიარდის ჩადება მოუწევს, რომ კიდევ ერთი წლით დააფინანსოს ომი. და ეს არ არის მხოლოდ სამხედრო დახმარება. ეს უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. უკრაინა მასიურად არის დავალიანებული. ყოველწლიურად ის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს ახალბალად იმატებს. მას დასავლური სახელმწიფოებიდან სესხება უწევს. ეს სიტუაცია სრულიად არამდგრადია ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ეს უკრაინას წარუმატებელი სახელმწიფოს სტატუსთან აახლოებს. ნატო კი მაინც ამბობს, რომ თქვენი გზა ნატოს წევრობისკენ შეუქცევადია. ამ დროს უკრაინა აგებს ომს, ხოლო ნატო არ სთავაზობს ჯარების გაგზავნას დასახმარებლად. ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა ომის შემდეგ შეძლოთ ინტეგრაცია, მანამდე გააგრძელეთ ბრძოლა. ეს სიგიჟეა. But keep fighting. Yes. ეს თვალთმაქცობაა. დიახ, ეს თვალთმაქცობაა. Yeah, and let's lead a bit. მოდით ყურადღება გავამახვილოთ ტრამპსა და სხვა დასავლელ ლიდერებს შორის განსხვავებაზე. როგორც თქვენ ახსენეთ პირველივე პასუხში, ეს არის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ყველაზე ცუდი პერიოდი, სულ მცირე ბოლო პერიოდის ისტორიაში. დიდმა ბრიტანეთმა აიღო საკუთარ თავზე რუსეთის მიმართ ანტაგონიზმის ავანგარდში ყოფნა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან ერთად. ნამდვილად აქვთ თუ არა მათ ამგვარი პოტენციალი ჩაერთონ ამგვარ ანტაგონიზმში. ან მით უმეტეს რაიმე ფორმით ჩაერთონ ომში ისეთ დიდ ბირთვულ ქვეყანასთან როგორიცაა რუსეთი, შეერთებული შტატების გარეშე. Without the United States. No, is the short answer to that. არა, ეს არის მოკლე პასუხი. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენი ჯარის რაოდენობა არასაკმარისია რუსეთთან ომისთვის. ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგების დიდი ნაწილი უკვე უკრაინას გადავეცით. როდესაც ბრიტანეთი და საფრანგეთი საუბრობდნენ შემაკავებელ ან სამშვიდობო ძალებზე, ისინი ფიქრობდნენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში 30,000 ჯარისკაცს შევკრებდით. შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ 10,000 ჯარისკაცი გამოხოს. უკრაინაში 600,000 რუსი ჯარისკაცია. რას ვიზამთ 10,000 ჯარისკაცით? ესტონეთმა თქვა, რომ სამხედრო ხარჯებს მასიურად გავზრდით. ესტონეთს მთელ ქვეყანაში დაახლოებით 2,000 ჯარისკაცი ჰყავს. რას იზამენ ისინი რუსეთში 600,000 ჯარისკაცის წინააღმდეგ? ასე რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური პოზიორობაა. ხალხი ამბობს, რომ რუსეთს დავუპირისპირდებით. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ჯარი. ჩვენ არ გვაქვს ფული. გაერთიანებულ სამეფოს თავად აქვს ეკონომიკური პრობლემები ახლა. ჩვენ არც კი შეგვიძლია თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-მდე გაზრდა. როგორ შეგვიძლია რუსეთთან ომის წარმოება 10,000 ჯარისკაცის და ფულის გარეშე? ეს ბოდვაა. Completely delusional thinking. So in that regard, ამ ხრივ შეიძლება თუ არა ამერიკის მიდგომამ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპელებს ძლიოს. the Europeans. I think it has to. There has to come a point. ფიქრობ, ასე უნდა მოხდეს. უნდა დადგეს, რომ როდესაც უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები თვალშისაცემი გახდება. უკრაინელი ახალგაზრდების ქუჩებში ცემა და მიკროავტობუსებში ჩატენვა და ფრონტის ხაზზე გაგზავნა დასავლეთში მედიის ყურადღებას მიიპყრობს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. რადგან დასავლეთში პრესის ცენზურა რეალურად ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება და არ ეხება საბოლოო გამარჯვებას. თითქმის ისეა, თითქოს ახლა საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ პროპაგანდისა და ცენზურის დონის თვალსაზრისით ბრიტანულ მედიაში. ალბათ მიუხვდებით, რომ უბრალოდ არ შეგვიძლია გადავიხადოთ გადასახადები, რადგან პოლიტიკურად უზარმაზარი ფასი გვიჭდება. ჩვენ ნახეთ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ ვხედავთ რეფორმისტთა პარტიას გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს, მით მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ითქვიან, ეს არ მუშაობს, სხვა მიდგომა გჭირდება. We need a different approach. The main issue is that თავარი საკითხი ის არის, რომ შეერთებული შტატები სულ მცირე ტრამპი და მისი ზოგიერთი თანამებრძოლი მთავრობაში ხვდებიან, რომ მათი მთავარი კონკურენტი ამ მრავალპოლარულ სამყაროში ჩინეთია და არა რუსეთი. ამბობენ, რომ ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, რუსეთსა და ჩინეთს შორის ალიანსის გაყოფის მცდელობაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად წარმატებული იქნება ეს მიდგომა, მაგრამ ეს არის მათი მიზანი. რატომ არ ესმით ეს ევროპაში? რატომ არ ცდილობს ევროპა გახდეს დამოუკიდებელი პოლუსი მრავალპოლარობაში და ითამაშოს დამოუკიდებელი თამაში? independent game. It would make much more sense for them to do so. ევროპისთვის გაცილებით აზრიანი იქნებოდა ასე მოქცევა.
მათ ნამდვილად სჭირდებათ შეერთებულ შტატებზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. გულისხმობ ნატოს, თუ დაფიქრდებით, ის რეალურად მხოლოდ შიდა ბაზარია იარაღით ვაჭრობისთვის. ეს არის არარჩეული ბიუროკრატია, რომელიც საკუთარი არსებობის საჭიროებას იგონებს. ევროკავშირი გაიზარდა და აყვავდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გახსნილობისა და თანამშრომლობის ხარჯზე. სწორედ ამან გახადა ის წარმატებული. სწორედ ამან გახადა ევროპის კონტინენტი მშვიდობიანი მრავალსაუკუნოვანი მარადიული ომების შემდეგ ევროპის მრავალ პატარა ერს შორის. ჩვენი მომავალი უნდა იყოს ამ არსის შენარჩუნება. ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ საჭიროა ხელახლა გახსნა და ამ საფუძველზე რუსეთთან დაკავშირება ევრაზიაში. ევროპისთვის აზრი არ აქვს ენერგიის მიღებას ამერიკის შეერთებული შტატები და ეს სრულიად სიგიჟეა. ჩვენ გვაქვს მთელი ევრაზიული კონტინენტი იაფი ენერგიით აღმოსავლეთში და ძლიერი ეკონომიკებით დასავლეთში. ჩვენ უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები და ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ აქედან. იმიტომ რომ მე მჯერა, როდესაც ყურადღებას ამახვილებთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ თანამშრომლობაზე, ეს პოლიტიკას უფრო მარტივად სამართავს ხდის. შეხედეთ ევროკავშირს, ანუ ევროკავშირში ბევრი პოლიტიკური განსხვავებაა, მაგრამ ერთგვარი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული წებო აკავშირებს მას. ფიქრობ, ევროკავშირისთვის განსაკუთრებით მომავალში რისკი ის არის, რომ ისინი დაკარგავენ საკუთარ რწმენას. ისინი იმდენად არიან ორიენტირებულნი გეოპოლიტიკაზე და ჩინეთ-რუსეთის დამარცხებაზე, რომ რეალურად საკუთარ თავს განადგურების გზაზე აყენებენ. ეს იმდენად რუსეთთან ომის წარმოებას არ უკავშირდება, რადგან არავის სურს ამ ომში უშუალო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბედნიერები არიან უკრაინაში მიმდინარე ომით. საქმე ის არის, რომ ევროპა შიგნით დაიშლება, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო არ მოინდომებს ევროკომისიის მუდმივად ცენტრალიზებული ტენდენციებით ცხოვრებას. ეს უკვე ჩანს იმაში, რაც ახლა ხდება, რასაც უნგრეთში, რუმინეთში, საფრანგეთში სამართლებრივ ომში ვხედავთ. ასე რომ ევროპამ უკან უნდა დაიხიოს გეოპოლიტიკისგან და როგორმე ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რაც კარგად გამოსდის და შემდეგ ჩაერთოს მრავალპოლარულ სამყაროში უფრო ღიად, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ასე შემდეგ. უბრალოდ აშკარაა, რომ ეს სწორი იქნებოდა. მაგრამ ახლა ვერ ვხედავ ნიშანს, რომ აზროვნების ამგვარი ცვლილება ხდება. That change in thinking is happening. Why does that happen? რა მოუვიდა ევროპულ პოლიტიკურ ელიტას? I think there's a fear of failure. ფიქრობ, წარუმატებლობის შიშია. ჩვენ უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ჩავდეთ რუსეთის არაპირდაპირ დამარცხებაში უკრაინაში პროქსი ომის მეშვეობით და ახლა ჩვენ ხვდებით, რომ ეს პროექტი ჩავარდება. სინამდვილეში ის უკვე ჩავარდა, მაგრამ ჩავარდება და ჩავარდნილად ჩაითვლება, როდესაც ომი დასრულდება. შესაძლოა ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომი გრძელდება. ევროპელ მოქალაქეებს 2014 წლიდან იოგნებოდნენ, რომ მილიარდები უნდა დავხარჯოთ უკრაინის მხარდასაჭერად. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უფლებები, ანტაგონიზმი რუსეთის მიმართ, ახლა ომის სამხედრო ხარჯები და უცებ აღმოჩნდებით სიტუაციაში, სადაც უკრაინა მომიწააგო. უკრაინას სურს ევროკავშირში შესვლა და მიაჩნია, რომ აქვს უფლება დაჩქარებული წესით შევიდეს. მაგრამ უკრაინა აღმოაჩენს, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგაც კი ის არ მიიღებს იმავე სუბსიდიებს, რასაც სხვა წევრი ქვეყნები იღებენ, რადგან პოლონეთი დაბლოკავს ამას და ასე შემდეგ. ის აღმოჩნდება დანგრეულ, უკმაყოფილო ღარიბ ქვეყნად ევროპაში, სადაც მას მეორე ხარისხოვან წევრად ჩათვლიან, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობასა და კონფლიქტს გამოიწვევს იმ დროისთვის ევროპაში უმსხვილესი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანასთან. უკრაინას ახლა მილიონი ადამიანისგან შემდგარი სამხედრო ძალა ჰყავს. ჩვენ კატასტროფისკენ მივდივართ, გულწრფელად რომ თქვა და აზროვნებაში რადიკალური ცვლილებაა საჭირო. Radical change in thinking. So, let me ask you. მინდა კითხოთ ნატოს გაფართოებაზე. თქვენი აზრით ეს ისევ აქტუალური პროექტია? In your point of view. I think it should stop. I think ფიქრობ, ეს პროექტი უნდა შეწყდეს. ანუ ფიქრობ, ნატოს მთელი საფუძველი უნდა გადაიხედოს. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საფრთხის წინააღმდეგ. და ეს ნამდვილი საფრთხე იყო. ჩვენთვის ნამდვილი საფრთხე იყო. მათ შეიმუშავეს ბირთვული იარაღი, ჩვენ შევიმუშავეთ ბირთვული იარაღი. იდეოლოგიურად სრულიად განსხვავებულები ვიყავით. მოვლენები უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და ასე შემდეგ, რაც ყველამ ვიცით და გვესმის. ეს დიდი გეოპოლიტიკური საფრთხე იყო ჩვენთვის. რუსეთში არასოდეს ყოფილა ისეთი დონის საფრთხე, როგორც საბჭოთა კავშირი იყო და მაინც ჩვენს გონებაში ერთგვარად ისევ საბჭოთა წარსულში ვართ ჩარჩენილები. ეს იყო არაფორმალური დაპირება, იყო ტაქტიკური დაპირება. პუტინს სჯერა, რომ არსებობდა დაპირება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს მაინც მოხდა.
არსებობს ჯორჯ კინანის ცნობილი სტატიაში ნატოს პირველ გაფართოებამდე 1997 წელს, სადაც ნათქვამია, თუ ამას გააკეთებთ ეს შეცდომა იქნება, ის სრულიად უგულებელყოფილი იქნა. ჩვენ გაფართოების რამდენიმე ტალღა გავიარეთ იმ დროს, როდესაც რუსეთი წარმოუდგენლად სუსტი იყო. 1990-იანი წლები იყო დრო, როდესაც რუსეთი ეკონომიკურად მუხლებზე იდგა. ოლიგარქები ფლობდნენ ძალაუფლებას. ხალხს ქუჩებში ესროდნენ ბიზნეს დავების გამო. ეს იყო კატასტროფა რუსეთი 90-იან წლებში. ასე რომ, ფიქრობ, იმ დროს ნატო გავაფართოვეთ, რადგან ვიცოდით, რომ რუსეთი სუსტი იყო. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ნულოვან წლებში რუსეთი იწყებს ზრდას. ის იწყებს გაგებას, რომ თუ მას სურს იყოს ძლიერი რეგიონული ძალა, მას ძლიერი ეკონომიკა სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს გაფართოებას. და საბოლოოდ რუსეთი ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ხდება. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ და არ ვუსმენთ პუტინს, რომელიც ამბობს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ნატოს გაფართოება. ჩვენ არასდროს მოусმინეთ საკმარისად საჭირო დროს, რომ გვეთქვა, ახლა არის დრო, როდესაც ამაზე უნდა ვისაუბროთ და ნატო შევაჩეროთ. ახლა სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ნატოს ძირითად პრინციპებს უნდა დაუბრუნდეთ. რისთვის არსებობს ის, თუ მისი არსებობა ომებს იწვევს და არა ხელს უშლის ომებს, მაშინ შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ მის დაშლაზე და ევროპისთვის ალტერნატიული უსაფრთხოების არქიტექტურის ძიებაზე. არსებობს თუ არა ამის გაგება საზოგადოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში ნატოს შიგნით. თუ ისინი მაინც მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. So there's a difference between what society thinks and განსხვავება იმაში, რას ფიქრობს საზოგადოება და რას ფიქრობენ ელიტა და პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებს მაინც სჯერათ, რომ რეალურად რუსეთს არ აქვს უფლება გვითხრას, რა ვქნათ, მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება რაღაც მომენტში და მარცხების წინაშე. facing defeat at some point. ანუ ომმა არ უშველა. არ უშველა. რაც შეეხება საზოგადოებას, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოში, საიდანაც მე ვარ, მათგან უწყობლივად ვთვლიან პროპაგანდას, რომ ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. მას არ აქვს უფლება თქვას, ვინ შეიძლება შეუერთდეს ნატოს და ვინ არა. ასე რომ გაერთიანებულ სამეფოში ახლა ალტერნატიული თვალსაზრისების მასიური პროპაგანდა და ცენზურა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება როგორც ასეთი ცდილობს ყურადღება გაამახვილოს იმაზე. ბედნიერები არიან თუ არა მათი შვილები, აქვთ თუ არა საკმარისი ფული ოჯახის შესანახად. უმეტესობა საშინაო საკითხებზეა ორიენტირებული. მე მჯერა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ხარჯავს დროს საგარეო პოლიტიკაზე ფიქრში, და ეს მხოლოდ ელიტები არიან, რომლებიც დომინირებენ და საზოგადოებას სიბნელეში ამყოფებენ. მაგრამ სირთულე ახლა ის არის, რომ უკრაინის ომმა ევროპაში ეკონომიკური შოკები გამოიწვია. ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთში გამოიწვევდა ეკონომიკურ შოკებს. სინამდვილეში ეს ევროპაში მოხდა. ეს რიგით ხალხს უფრო აღარიბებს. მაგალითად გაერთიანებულმა სამეფომ შეამცირა შეღავათები მოხუცებისთვის სამთვის კომუნალურ გადასახადებზე. შეზღუდვებია საჯარო სერვისებზე, მაშინ როდესაც ჩვენ წელიწადში 4,5 მილიარდ ფუნტს ვაძლევთ უკრაინას. საბოლოოდ საზოგადოება ადგება და ითქვის, განა ეს ფული ჩვენს ქვეყანაში არ უნდა დაგეხარჯათ ომის ნაცვლად, რომელსაც ის ქვეყანა აგებს და რომელიც ჩვენს გაჭირვებას იწვევს, და ვფიქრობ, დიდი შეუსაბამობაა. მთავრობაში საერთოდ არ აღიარებენ, რომ რუსეთს ნატოსთან დაკავშირებით ლეგიტიმური ინტერესები აქვს. არსებობს ერთგვარი მოჩვენებითი რწმენა, რომ თუ ჩვენ ეს ერთგვარი ბაქაკის ხარშვის ანალოგია, ცივი წყლით ვიწყებთ და თანდათან ვუმატებთ ტემპერატურას და საბოლოოდ წყალი იმდენად ცხელდება, რომ ბაქაკი გვდება. მაგრამ ამან არ იმუშავა და არც იმუშავებს. მე ვამბობ, თუ რუსეთთან ომის დაწყება გვსურდა, ის 2014 წელს უნდა დაგვეწყო. თუ თქვენი ნათქვამის გაგება, თუ საღი აზრი რატომღაც ვერ დაუბრუნდება ევროპულ პოლიტიკას, რა პროგნოზია მათთვის? ვიცი ეს ძალიან უხერხული კითხვა რაღაცის პროგნოზირება, მაგრამ მაინც. I know this is very bad question to predict something, but anyway. No, the prediction is that Europe არა, პროგნოზი ისაა, რომ ევროპა წევრი სახელმწიფოების დაკარგვას დაიწყებს. ქვეყნები დატოვებენ ევროკავშირს. მის დატოვებას მიემხრობიან, როგორც ეს გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთა. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ხრიდა უჭრა გასვლას, რასაც მე არ ვემხრობოდი, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ბრიუსელში დემოკრატიული დეფიციტის მიმართ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ევროკავშირის წევრობის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ბევრად აღემატებოდა პოლიტიკურ ხარჯებს და კარგული დემოკრატიისა და მსგავსი რამეების სახით. თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ამან სიგნალი გაუგზავნა სხვა ქვეყნებს, რომ რეალურად, თუ მათ გააღიზიანებთ ევროპული ინსტიტუტების მუდმივი ცენტრალიზებული ტენდენციები, მაშინ მათაც შეუძლიათ წასვლა და ეს პრობლემაა.
საფრანგეთში ანტიევროპული განწყობა საკმაოდ ძლიერია და მარინ ლე პენის პარტია რომ მოსულიყო ხელისუფლებაში. შეგახსენებთ, რომ ის ახლა ფრანგული სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი დევნის ობიექტია. მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რისკი იმისა, რომ მომდევნო 10 წლებში საფრანგეთს შეიძლება დატოვებინა ევროკავშირი, არ იყო უმნიშვნელო, რაც მასიურ შოქურ ტალღებს გამოიწვევდა პროექტის მასშტაბით. რადგან ევროკავშირი აგებულია მდიდარ ქვეყნებზე, დიდ სამეულზე, ახლა ორზე, ეს იყო დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც აფინანსებდნენ პროექტს. თუ დაკარგავთ საფრანგეთს, ეს ძირითადად გერმანიის მიერ დომინირებული გაერთიანება იქნება და შემდეგ მალე ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც მომდებათ წასვლა, უნგრეთს, სლოვაკეთს და სხვებს. მთელი ეს ამბავი დაშლას დაიწყებს. ეს არის მომავალი, თუ ასე გავაგრძელებთ. Regarding NATO, you said NATO-სთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ ის ერთგვარად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც NATO შეიქმნა, მაგრამ მეორე მიზეზი იყო ომის თავიდან აცილება ევროპის ქვეყნებში. გულისხმობ მაგალითად გერმანიასა და სხვებს შორის ისტორიულ გამოცდილებას. ანუ ევროპის შიგნით კონფლიქტების თავიდან აცილება და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის შეჩერება. ერთგვარად ამ თვალსაზრისით ეს იყო წარმატებული პროექტი. მან შეძლო ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის შეკავება და მეორე მხრივ კონფლიქტები თავად ევროპის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მაგრამ რა არის დღეს ნატოს ერთად შენარჩუნების მიზეზი? რა არის თავარი იდეა თქვენი აზრით? ან რა უნდა იყოს ის მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილება ნატოს შიგნით? I don't agree with მე არ ვეთანხმები იმ თეზისს, რომ ნატო შეიქმნა ევროპაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რადგან ვფიქრობ, მშვიდობა რეალურად უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგად მოვიდა. დაწყებული ევროპული ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებიდან და ყველა შემდგომი იტერაციით, რაც მას შემდეგ მოხდა, ნატოს არსებობას აშკარა მიზეზი არ აქვს. ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობაა, რაში გვჭირდება ტრანსატლანტიკური სამხედრო პარტნიორობა მრავალპოლარობის დროს. შეერთებულ შტატებს აშკარად აქვს შეშფოთების საფუძველი ჩინეთთან დაკავშირებით და კარგი, ამერიკას შეუძლია ჩინეთს შეეჯახოს. მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ევროპას ომი ჩინეთის წინააღმდეგ? აბსოლუტურად არავითარი მიზეზი არ არსებობს. თუ ნატო არსებობს იმისთვის, რომ ამერიკასთან ერთად ვიბრძოლოთ ჩინეთის წინააღმდეგ, მაშინ მოდით, ნატო დავშალოთ. ეს ჩემი არგუმენტია. It's my argument. დიახ და ეს მით ეს არგუმენტი ევროპაში. I doubt that very much. ძალიან ეჭვი მეფარება. ნატოს არსებობის მეორე მიზეზი ისა, რომ როგორც ადრე ვთქვი, ეს არის იარაღის მიწოდების დიდი შიდა ბაზარი. თუ გადახედავთ ის ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული იარაღის მწარმოებლის აქციების ფასს, მათი აქციების ფასი გაორმაგდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მაინტერესებს რატომ? ნატოს წევრებმა იარაღი ნატოს მომწოდებლებისგან დაიყიდონ. იცით, ეს ამერიკელი იარაღის მწარმოებლების ბიზნესის 50%-ზე მეტია. ნებისმიერი, ვისაც სჯერა, რომ შეერთებული შტატები ნატოდან ტრამპის პრეზიდენტობის დროს გავა ფოდვაშია, ამერიკას ნატო სჭირდება, რადგან ის მილიარდობით და მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს იარაღის გაკიდებით ნატოს ქვეყნებიდან. რატომ უერთდება მონტენეგრო ნატოს? ანუ იმისთვის, რომ მონტენეგრომ ამერიკისგან იარაღი იყიდოს. ჩვენ არ ვიბრძოლებთ მონტენეგროსთვის. შეერთებული შტატები ნამდვილად არ იბრძოლებს მონტენეგროსთვის მეხუთე მუხლის მიხედვით. სხვა ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინა აპირებს ნატოში გაწევრიანებას და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს ამას? ეს უბრალოდ სიგიჟეა. მას არავითარი სტრატეგიული მიზანი არ აქვს. So what is the solution for Georgia? რა არის გამოსავალი საქართველოსთვის? ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ნატოსა და რუსეთს შორისაა, რომელიც რუსეთისა და ნატოს მეზობლად არის. მაშ რა არის თქვენთვის გამოსავალი? როგორი შეიძლება იყოს ჩვენი გონივრული პოლიტიკა? Our reasonable politics. Your reasonable politics is to have good relations. ჩვენი გონივრული პოლიტიკა ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს და მაინც მას მუდმივად პრორუსულობაში ადანაშაულებენ. მაგრამ გონივრული პოლიტიკა უბრალოდ დარჩეთ სამხედრო ალიანსების მიღმა და უბრალოდ ფოკუსირება მოახდინოთ კარგ სამეზობლო ურთიერთობებზე ირანთან, თურქეთთან, რუსეთთან, ცხადია, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. იხავით ღია, როგორც ყაზახეთმა გააკეთა. ყაზახეთი გარკვეული დროის განმავლობაში მრავალვექტორულ დიპლომატიას ეწევა. ყაზახეთს საოცარი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან. ყაზახეთს საოცარი ურთიერთობები აქვს ბრიტანეთთან, საოცარი ურთიერთობები აქვს რუსეთთან და ჩინეთთან. ეს ჯანსაღი მიდგომაა.
ქაზახეთმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის ომის გამო, მაგრამ მაინცაც წარმოებს ბიზნესს რუსეთთან. ის ახერხებს ამ დისტანცირების შენარჩუნებას. შეხედეთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ ქვეყნებს, პატარა სახელმწიფოებს, სინგაპურს დაახლოებით 6 მილიონი მოსახლეობით, პატარა სიცოცხლით სავსე, ყველასთან ვაჭრობს ღია ამ მსოფლიოსთვის. ჩვენ ყველასთან მიმეგობრებთ, მოდით, პოლიტიკა განზე გადავდოთ და უბრალოდ შევხვდეთ ერთმანეთს, ინვესტიციები ჩავდოთ, ვაჭრობა განვახორციელოთ და მსგავსი რამ. მიხევით საფუძვლებს. არ ჩაქვათ ამ უგუნურ იდეას ნატოში ან გულწრფელად რომ თქვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველომ ეკონომიკურად ზარალი განიცადა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა 2014 წელს. ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში 4-ჯერ გაიზარდა ამ პერიოდში. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში ისევ იგივეა, რაც 2014 წელს იყო. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ბევრი სავაჭრო ბერკეტი, რათა შეზღუდოს ქართული ექსპორტის ნებისმიერი ზრდა. ერთადერთი რაც მოხდებოდა საქართველოში, თუ ევროკავშირს შევერთდებოდით, ის იქნებოდა, რომ თქვენ დაკარგავდით საკუთარი სამუშაო ძალის ახალგაზრდა ნაწილს. ახალგაზრდა ქართველები მოულოდნელად გადავიდოდნენ ევროკავშირში და იქ იმუშავებდნენ, რაც თქვენს ეკონომიკას გამოფიტავდა აქ, ისევე როგორც ეს მოლდოვაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი არ არის, მათ ბევრ მოქალაქეს შეუძლია ევროკავშირის პასპორტი მიიღოს რუმინეთის მოქალაქეობის შედეგად. ამდენად ბევრი მოლდოველი ახლა ევროკავშირში მუშაობს და არა თავად მოლდოვაში. ასე რომ ფოკუსირება მოახდინეთ იყო ძლიერი, ძლავრი ეკონომიკა, რომელიც საკუთარ მუშახელს აძლიერებს, რომელიც გადადის ახალ სექტორებში, ეკონომიკურ სექტორებში განვითარებისთვის და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. არ შევერთდეთ ევროკავშირს, არ შევერთდეთ ნატოს, იქავით ძლიერი ქვეყანა კარგი მეზობლობით. Be a strong country with good neighborly. You really speak like თქვენ ნამდვილად პრორუსი კაცივით საუბრობთ. ეგრე არ თქვათ. ხუმრობ, ნამდვილად ხუმრობ. So I mean, But it annoys me when people say that. yes, I know that. I know. მესმის, მაგრამ მაღიზიანებს, როცა ხალხი ასე ამბობს. მე პირადად გავაფორმე დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის 50%. მე რუსეთში ვიყავი, როდესაც სოლსბერიში ნერვული აგენტის გამოყენებით თავდასხმა მოხდა და საელჩოში ვმუშაობდი. თუ ხალხს სურს რომ პრორუსი დამიძახონ, მათ შეუძლიათ ჩემს ბიოგრაფიას გადახედონ. Yeah, because I mean this მინდა ამ საკითხს შევეხოთ, რადგან თქვენ ახსენეთ ადგილობრივი პროპაგანდა დასავლეთის ქვეყნებში. იქ ძალიან ავითარებენ ამგვარ საუბრებს, ყველასთან ასე საუბრობენ. ნეიტრალიტეტიც კი აკრძალული საკითხია. forbidden issue in this Pro-Russian. Yeah. დიახ, ნეიტრალიტეტიც კი პრორუსულია. Yes. Crazy. It's დიახ, სიგიჟეა. სინამდვილეში ეს საკითხის გამარტივებაა და უპასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს უკრაინის მსგავსად დაამთავრებს. საქართველოს უკრაინაზე უარესი ვერსია იქნება. უკრაინა 43 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. საქართველოს მცირე მოსახლეობა ჰყავს. ეს კატასტროფა იქნებოდა საქართველოსთვის გულწრფელად რომ ვთქვა. ევროკავშირის წევრობაში შეიძლება იყოს პლუსები, შეიძლება იყოს მინუსები. მე პირადად ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ეს მინუსი იქნებოდა საქართველოსთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. ნატოს წევრობა, დიახ, გულისხმობ რუსეთი ამის გამო ომს დაიწყებს. ნებისმიერი, ვინც ამას ვერ ხედავს, შიშობ, თავი ქვიშაში აქვს ჩარგული. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს მოხდა. given what happened in 2008. Yes, definitely. Definitely. დიახ, ნამდვილად. ბოლო კითხვა. როგორც ყოფილ დიპლომატს, სად არის დიპლომატია დღეს? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება დიპლომატია, რომელიც აღარ არსებობს. Which is not existing anymore. Well, where is diplomacy? სად არის დიპლომატია? ძალიან კარგი შეკითხვა. დიპლომატიისგან გადახვევა მოხდა. გაჩნდა ეს ბიპოლარული დიპლომატია, სადაც ვცდილობ წავაქეზოთ მცირე სახელმწიფოები, რომ მხარე აირჩიონ. ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ. ეს ჯორჯ ბუშ უმცროსის დროიდან მოდის, 11 სექტემბრის შემდეგ. ბოროტების ღერძი ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ. ან ისრაელთან ხარ, ან პალესტინასთან. ან ტაივანთან ხარ, ან ჩინეთთან. ან უკრაინასთან ხარ, ან რუსეთთან. თუ საქართველოში ხარ, ან ევროკავშირთან ხარ, ან პრორუსი ხარ. რატომ უნდა ვცდილობდეთ ყოველთვის, რომ მეტი ქვეყანა ვაიძულოთ მხარე აირჩიოს? ეს არა ჯანსაღია. დიპლომატია ომების დასრულებას უნდა იმსახურებოდეს და არა დაწყებას. და სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ ახლა. დიპლომატია, დასავლური დიპლომატია, არა დიპლომატია ფართო მრავალპოლარულ სამყაროში, არამედ დასავლური დიპლომატია უმეტესწილად ომების დაწყებით მთავრდება და არა დასრულებით. და თუ ხალხი ამას პრობლემად არ მიიჩნევს, მაშინ ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს. ბატონო პრაუტ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის.
ეს მართლა ძალიან სასარგებლოა. გმადლობ. იმედი მაქვს, კიდევ დაუბრუნდები. შესანიშნავი ქალაქია. Kindly welcome.